პარტია ჩვენი სამშობლოს წევრებმა სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას სულხან მოლაშვილის და სხვა გახმაურებულ საქმეებზე ნაციონალური მოძრაობის წევრების დასჯა მოითხოვეს. დღევანდელი ჩვენი შეკრება არის სამართლიანობის აღდგენა. სულხან მოლაშვილის გარდაცვალების შესახებავად და სხვადასხვა პოლიტპატიმრების გარდაცვალების შესახებავად შეკრებილი, რომ ის ადამიანები უნდა დაისაჯონ, რომლებიც რომ დღეს ყველანაირად გარეთ დადიან და არანაირად არ ეშინიათ მათ, რომ რამე ემუქრებათ. სულხან მოლაშვილი ჩვენი პარტიის წევრი იყო და ჩვენ ერთად უნდა გვებრძოლა. უსამართლობა დღეს რაც საქართველოში ხდება, რომ ეს ხალხისთვის არ არის, როგორც იტყვიან, მეორე ან მესამე თემა. ეს არის პირველი თემა პირველ რიგში. რაც დღეს საქართველოში არის პირველ რიგში გადასაწყვეტი და ჩვენ მოუწოდებთ ახლა თავრობას, კვირიკაშვილის თავრობას მოუწოდებთ, რომ ძალიან მალე გადაწყვიტოს ეს უსამართლობა და დაისაჯოს ის პირები, რომლებიც რომ ჩადიოდნენ წლების განმავლობაში და მთელი საქართველო გაუბედურეს და დაავადყოფეს. ქვეყანა, რომელიც სულხან მოლაშვილისა და მისნაირი ვაჟკაცების ნაწამებს სხეულს მიწაში გულგრილად ჩაუშვებს, ისე რომ პასუხს არ მოსთხოვს ნაც ჯალათებს, იმ ქვეყნის ბედი განწირულია. ხელისუფლების ამ გუნდმა, ვინც მმართველობაში არის, მიუმართავთ მათ, რომ აღადგინოს სამართალი. საკმაოდ ყველაფერი არსებობს ამას იურიდიულად, კანონით, ყველაფრით ეკუთვნის სამართლის აღსრულება ხელისუფალთან. აღადგინეს სამართალი ლაპარაკი არა მარტო პოლიტპატიმრებზეა, ჩემო კარგო, არის ნებისმიერ თემაზე, სადაც შეიძლება თვითონ პროფესიონალმა ადამიანებმა წაუყენონ იმ ხელისუფალს, რომელიც დღეს სათავეშია, კონკრეტულ თემებზე. ეს ვიცით როგორ უნდა გაკეთდეს და ზედმიწევნით კარგად ვიცით იცოდეთ რა.